ლიმონს და ლიმონიან წყალს ძალიან პრაქტიკული გამოყენება ჰქონდა წარსულში. პირდაპირ სამედიცინო ჩვენება იყო მოგზაურობისთვის, ადამიანები, რომლებიც ვერ იღებდნენ ხილს და ბოსტნეულს, C ვიტამინის დეფიციტი უვითარდებოდათ და მერე კვდებოდნენ ამით. სუროვანდი ეგეთი დაავადება და ძალიან რეალური იყო ეს საფრთხე. გინახიათ, რომ მეზღვაურებს, უკბილოებს ხატავენ ხოლმე ხშირად, იმიტომ რომ C ვიტამინის დეფიციტი ჰქონდათ და ამიტომ ზღვაოსნობაში რომ მიდიოდნენ, ლიმონი მიქონდათ, რათა ეჭამათ, რომ გადარჩენილიყვნენ. დღეს ეს საშიშროება არ დგას, მაგრამ ლიმონი ისევ პოპულარულია ადამიანებში და ტრადიციულ მედიცინაშიც. მაგალითად, ლიმონი არ არის მარტო იმისთვის, რომ C ვიტამინის დეფიციტი შეივსოს ადამიანმა, მაგალითად, ყელის ტკივილისთვის, ხველისთვის, სიცხისთვის. თუმცა, ესეთი სიცოცხლის გადამრჩენელი რეაქცია არ აქვს კლასიკური გაგებით და დღევანდელი ცოდნით ლიმონს, მაგრამ ის მაინც პოპულარულია და ადამიანები ლიმონიან წყალს ყოველ დილით ბევრი იღებს დეტოქსისთვის, იმისთვის რომ სისხლი გაატუტიანოს, მეტაბოლიზმი გააძლიეროს, ცხიმები დაწვას, მოსაჭმლის მონელება გაუმჯობესოს, კანის სტრუქტურა გაიუმჯობესოს, იმუნიტეტი გაიუმჯობესოს, შებერილობა მოეხსნას და ღვიძლი გაწმინდოს. დღეს გეტყვით სიმართლეს, რას აკეთებს და რას არ აკეთებს ლიმონიანი წყალი და როგორ მივიღოთ ის, რომ მაქსიმალურად ეფექტური იყოს და უსაფრთხო რაც მთავარია. პირველი რაც უნდა ვთქვათ, რომ ის მოსაზრება, რომ ლიმონი დეტოქს უკეთებს ორგანიზმს, მცდარია. დეტოქსი არის ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისგან. ორგანიზმს ლიმონი არ წმენდს, არამედ ღვიძლი და თირკმელები, ჩვენ გვაქვს დეტოქს ორგანოები. ლიმონიანი წყალი დილის ძალიან არაპირდაპირ ეხმარება იმდენად, რამდენადაც წყალს შეიცავს და წყალი ეხმარება ორგანიზმს ჰიდრატაციაში, სისხლს ააზავებს, შარდსაც უფრო მეტად ააზავებს და შარდის წარმოქმნას ეხმარება. ამ კუთხით თუ შევხედავთ, კი, ლიმონი ძალიან მინიმალურ როლს თამაშობს, ისიც არაპირდაპირ ლიმონის როლი არ არის, წყლის როლია უფრო მეტად. თუ ვიტყვით იმას, რომ ლიმონიან წყალს როცა ასვამ, მცირე დოზით იღებს C ვიტამინს, რომელიც მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტური მოქმედებისთვის საკმარისი არ არის, თუმცა იმისთვის, რომ ვიტამინი C-ს ძლიერი დეფიციტი არ განვითარდეს, საკმარისია. და ამ კუთხით თუ ვიტყვით, კი, რაღაც დონეზე დეტოქს აკეთებს ის, რომ ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს და ოქსიდაციური სტრესგან იცავს ორგანიზმს, მაგრამ მისი წილი ამ ოქსიდაციური სტრესის საწინააღმდეგო მოქმედებაში ძალიან მინიმალურია. ამიტომ მაგითაც ვერ ვიტყვით, რომ ლიმონიანი წყალი ორგანიზმის დეტოქს აკეთებს. მეორე მნიშვნელოვანი სრულ შეხედულება და იმედები ლიმონიან წყალზე არის, რომ ორგანიზმს ატუტიანებს. ხო, ასეთი ის არის შეხედულება, რომ ლიმონი და ციტრატები სისხლს ატუტიანებს. ეგ არ არის სწორი. უпростоრად აქვს რაღაც სიმართლის ნაწილი, მაგრამ სისხლზე მოქმედება არ აქვს. ან აქვს უმნიშვნელო ისეთი, რომ მას კლინიკური გამოვლინება ან ეფექტი ვერ ექნება და მეტიც არც უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმის pH-ი ან მჟავა-ტუტიანობის ბალანსი არის ძალიან მჭიდრო საზღვრებში და არ შეიძლება არც ტუტიანობის მომატება და არც ტუტიანობის დაკლება, იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები განვითარდება, ალკალოზი და აციდოზი. ალკალოზი თუ ტუტიანობა მოიმატა, აციდოზი თუ დაიკლო. ამიტომ არათუ არაფერს არ აკეთებს ამ ხრივ, არამედ არც უნდა აკეთებდეს. და სულაც არ არის კარგი ტუტიანობის მომატება. ადამიანებს გონიათ, რომ თუ სისხლში ტუტიანობა მოიმატებს, სიმსივნეებს განკურნავს, ან სიმსივნეები არ წარმოიქმნება, რადგან კვლევით დაასტურა, რომ ზოგიერთი სიმსივნე თავის გარშემო მჟავა გარემოს ქმნის. მაგრამ ეგეც არ არის სიმართლე, მეტიც ტუტიანობა ზოგიერთ სხვა სიმსივნის წარმოქმნას ხელს უწყობს. ამიტომ ის, რომ ლიმონით გავატუტიანოთ სისხლი, ამას ლიმონი ვერც აკეთებს, არც უნდა აკეთებდეს, მაგრამ და შარდს ატუტიანებს ნამდვილად შარდს, ოღონდ და არა სისხლს, რაც, რაღაც კუთხით ცუდი არ არის, კარგია და მაგასაც გეტყვით რა მხრივ. და მესამე შეხედულება არის, რომ ლიმონი მეტაბოლიზმს ასტიმულირებს, ესეც არ არის სიმართლე სამწუხაროდ და ცხიმებს ლიმონი არ წვავს და არც ლიმონიანი წყალი დილით. თუ ჩაანაცვლებ ლიმონიანი წყალით, მაგალითად რამე კალორიულ საკვებს, კი, წვანში დაიკლებ იმის გამო, რომ კალორიულ საკვებს აღარ ჭამ და არა იმის გამო, რომ ლიმონს იღებ. პირდაპირ გავლენა ორგანიზმის მეტაბოლიზმზე არ აქვს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მაინც და მაინც ძალიან ცივ წყალში ჩაასხამ ამ ლიმონიან წყალს და იმ ცივ წყალს დალევ, თუ ყელი არ გატკინა, შენი ორგანიზმი რა თქმა უნდა გაათბობს ამ წყალს და ამ გათბობის პროცესში რაღაც ენერგიას დაწვავ და თერმოგენეზი ქვია ამას, ანუ საკვების თერმოგენეზი, ანუ საკვებს რო მიიღებ ცივს ორგანიზმის ტემპერატურამდე აყავს ორგანიზმს და ამაში ენერგიას ხარჯავს. თუ ამას გულისხმობთ, კი, ამას გააკეთებს, მაგრამ ეგ ძალიან მინიმალური ენერგიის ხარჯია და როგორც კალორიების მწველად არ გამოდგება აქაც ლიმონი და ეს ეფექტი არის უბრალოდ ცივი წყლის.
მეოთხე მნიშვნელოვანი მტკიცებულება არის ხოლმე, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედებას აუმჯობესებს, რადგან მჟავეა და ეს მჟავასთან რომ მოქმედებს, არის შეხედულება რაღაცნაირად აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემას. თვითონ მექანიზმი ჰიპოთეტურადაც ვერ არის კარგად ახსნილი, იმიტომ რომ ზოგი ადამიანი ამბობს, მჟავა რო ძლიერდება, ეგ არის კარგი, ზოგი ამბობს, რომ ეს მჟავა თრგუნავს იმ მჟავას, რაც კუჭში გამოიყოფა და ეგ არის კარგი, თუმცა ანუ ჯამურად მჟავა ემატება მჟავას და გვაქვს მჟავა. ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება კუჭში, გარდა იმისა, რომ შეიძლება მეტად გააღიზიანოს კუჭი. ამიტომ არის, რომ ადამიანები, რომელიც ლიმონიან წყალს იღებენ, მათი დაახლოებით 30% ან თითქმის ყოველ მესამე უჩივი სიმპტომებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან და კუჭის გააღიზიანებას. ახლა ვთქვათ, რას აკეთებს ლიმონი რეალურად, იმიტომ რომ იტყვისა და მე თუ ამას არ აკეთებს, იმას არ აკეთებს, აბა რატო უნდა დავლიოთო, რა არის სინამდვილეში? ერთი არის, რომ ჰიდრატაცია, ანუ როცა იღვიძებ, როგორც წესი წყლის ნაკლებობა გაქვს და ამ წყალს იღებ და ეგ არის კარგი, განსაკუთრებით როცა ახალ გაღვიძებული ხარ, ორგანიზმს სჭირდება მეტი წყალი და უბრალოდ კარგი რიტუალია წყლის მიღების, იმიტომ რომ ადამიანების ნაწილს უბრალოდ წყლის დალევა არ უყვარს და ლიმონით თუ დალევ წყალს ზოგი ადამიანისთვის უფრო სასიამოვნოა და უფრო მისაღებია. მეორე, რასაც ლიმონიანი წყალი მართლა აკეთებს და კვლევებით დადასტურებულია, ეს არის თირკმლის ქვების გაჩენის რისკის შემცირება. ეს მართლა კარგია, რადგან ციტრატებს შეიცავს ლიმონი, ეს ციტრატები გადადის შარში, ციტრატები უკავშირდება კალციუმს, ციტრატებს რომ უკავშირდება კალციუმი, აღარ უკავშირდება კალციუმი ოქსალატებს და აღარ წარმოიქმნება თირკმლის ქვები. ამიტომ იმ ადამიანებში, ვისაც თირკმლის ქვების და კენჭების პრობლემა აქვს, ლიმონიანმა წყალმა მართლა შეიძლება დამცველობითი მოქმედება შეასრულოს. ან უბრალოდ თუ შეიძლება არ გქონდეს რისკი და მნიშვნელოვანი რისკი არ გქონდეს და დაგიცვას იმ მცირე რისკისგან რაც გაქვს. მაგრამ აქ არის ერთი საინტერესო ნიუანსი, რომელიც ხშირად გამოეპარებათ ხოლმე, რომ როცა დიდ კვლევებში დააკვირდნენ ლიმონიან წყალს, ვინც იღებდა დიდი ხნის განმავლობაში, დაახლოებით 2 წლის განმავლობაში რისკი გახდა ისევ საშუალო. ანუ დიდი ხანი ვერ დაიცვა მოკლედ, რაღაც დრო თითქოს დამცველობითი ეფექტი ჰქონდა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ეს თირკმლის კენჭებისგან დამცველობითი ეფექტი არ შენარჩუნდა, თუმცა ეფექტი რეალურია, ანუ რაღაც დროის განმავლობაში იცავს და ამ ეფექტს ვერ გავექცევით ნამდვილად. და ოღონდ თუ ადამიანს უნდა რომ თირკმლის კენჭებისთვის მიიღოს ლიმონიანი წყალი, დილით ცოტა ლიმონიანი წყლის მიღება საკმარისი არ არის, უფრო მეტი კონცენტრაცია საჭირო და დღეში მინიმუმ 2-ჯერ მიღება საჭირო. იმისთვის რომ თირკმლის კენჭები არ განუვითარდეს ადამიანს და თუ ამისთვის უნდა ლიმონიანი წყლის მიღება, 120 მილილიტრი ლიმონის წვენი უნდა განაზაოს წყალში, ეს საკმაოდ ბევრია, დაახლოებით 3-4 ლიმონია, ნუ გააჩნია ზომას ლიმონის, შესაბამისად საკმაოდ ბევრი ლიმონის წვენის მიღება საჭირო ამისთვის. მესამე ეფექტი, რაც რეალურად აქვს ლიმონს, არის C ვიტამინი. C ვიტამინს ნამდვილად იღებ, ოღონდ არ იღებს ძალიან მაღალ დოზას, რომელიც დაგიცავს თქვათ რამე მნიშვნელოვანისგან, თუმცა კანისთვის კარგია ეგ და მაგალითად კანის სტრუქტურას ეხმარება ჰიდრატაციაც და ლიმონიც ცოტათი ეხმარება ის C ვიტამინი. ცოტათი ოღონდ ძალიან მნიშვნელოვნად არა ისე რომ ლიმონიანი წყლის დალევა დაიწყო და კანმა ბზინვა დაიწყოს, ასეთი რამე არ მოხდება, მაგრამ ჯამურად და წლების განმავლობაში შენს კანს დაეხმარება. ეს C ვიტამინი რაც ლიმონშია, საკმარისი არ არის იმისთვის, რომ რაღაც მნიშვნელოვნად დაეხმარო შენს იმუნიტეტს და იმუნიტეტი გაიუმჯობესო ამით, ესე ვერ მოხდება სამწუხაროდ. მეოთხე მნიშვნელოვანი, რასაც აკეთებს ლიმონი არის, რომ ლიმონიან წყალს თუ მიიღებ, ნახშირწყლების ათვისებას შეანელებს, რადგან ნერწყვში ამილაზას გამოყოფას დაბლოკავს. ამილაზა არის ფერმენტი, რომელიც რთულ ნახშირწყლებს შლის, მაგალითად პური, პასტა, ცომეულს როცა იღებ, იქიდან რომ ნახშირწყლები აითვისო, ამილაზა ამისთვის საჭირო, რომელიც ნერწყვში გამოიყოფა და ნაწლავშიც გამოიყოფა და ლიმონი თავისი მჟავიანობით აჩერებს ანელებს ამ ამილაზას გამოყოფას და შესაბამისად ნახშირწყლების დაშლას ამცირებს, შესაბამისად ნაკლებ ნახშირწყალს აითვისებს და ეს ეხლა რეალურად ადამიანს რაში ჭირდება? იმ ადამიანს, ვისაც დიაბეტი აქვს ან ინსულინ რეზისტენტობა აქვს, იმისთვის რომ გლუკოზის ძლიერი სპაიკი არ მოხდეს, საჭმელთან ერთად ლიმონიან წყალს თუ მიიღებს,
გლუკოზის სპაიკს შეამცირებს და გლუკოზა აღარავა ისე ზევით, როგორც უნდა ადიოდეს. ეს არის მნიშვნელოვანი საიდუმლო, ოღონდ დილაობით მიღებული ლიმონი ამას არ შველის. საკვებთან ერთად უნდა მიიღო ლიმონიანი წყალი, ესე თუ გინდა რომ ესეთი ეფექტი იყოს, განსაკუთრებით პურეულს როცა შეჭამ, მაშინ უნდა მიიღო ლიმონიანი წყალი. ახლა ვთქვა, რომელია ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური დოზა. ზოგადად ნახევარ ლიმონს იღებენ ხოლმე, ნახევარ ლიმონს წურავენ და მერე წყალში აზავებენ დაახლოებით 200-300 მილილიტრ წყალში. სხვა რაოდენობის გამოდის ეს ნახევარი ლიმონი, 15-20 მილილიტრი შეიძლება მეტის გამოვიდეს გაჩია ლიმონს გაჩია თან როგორ გაწურავ მაგასაც და ოთახის ტემპერატურაზეა სასურველი რომ იყოს ეს წყალი, ან ოდნავ თბილი ოთახის ტემპერატურაზე და ამით ჰიდრატაციას მიიღებ, ციტრატს მიიღებ და მჟავიანობაც არ იქნება ისეთი რომ კბილზე გავნოს, მოკლედ, იმიტომ რომ კბილის რისკი არის ხოლმე, ანუ კბილებისთვის არ არის კარგი ლიმონიანი წყალი. დილაობით არის სასურველი მისი მიღება ჰიდრატაციის გამო და მეორე მიღება შესაძლებელია, ანუ ორი ჭიქას თუ გააკეთებ, პირველი მიღება დილით უნდა ლიმონიანი წყლის და მეორე საკვებთან ერთად შუადღისას მაგალითად ან მერე როცა ნახშირწყლებს ჭამ მაგ დროს, მაგალითად პურეულს როცა ჭამ, მაშინ იმისთვის რომ ნახშირწყლების ათვისება შეამცირო. თუ გინდა რომ თირკმელების კენჭები არ განგივითარდეს და მაგისთვის მიიღო, მაშინ 120 მილილიტრი ლიმონის წვენი უნდა გააზავო წყალში და დღის განმავლობაში უნდა დალიო. თუმცა როგორც წესი ეს ჩვეულებრივ ადამიანებს არ ჭირდებათ, ანუ არც ესეთი მაღალი დოზა და თან ამდენ ლიმონის წვენს თავისი რისკებია. და რა რისკები აქვს? თავარი რისკი არის რომ ლიმონი არის მჟავა, ეს მჟავა აზიანებს კბილებს, pH-ი ან მჟავიანობა აქვს 2-დან 3-მდე ლიმონის წვენს და კბილი, ადამიანის კბილი დემინერალიზებას იწყებს დაახლოებით მჟავიანობა როცა არის 5 და 5 და ნაკლები. ანუ კბილისთვის ძალიან ცუდია მოკლედ რა ეს ესეთი ძლიერი, ამიტომ არის რომ ერთბაშად უნდა დალიო, არ არის სასურველი რომ მოწრუპო და დღის განმავლობაში სხვა ლიმონიანი წყალი არ არის სასურველი. ასევე საწრუპის გამოყენება არის ერთ-ერთი მთავარი კიდე, თუ რეგულარულად იღებ წლების განმავლობაში, ჯობია რომ საწრუპი გამოიყენო და ნახევარი საათი რა დაახლოებით, ან 60 წუთი 1 საათი კბილები არ გამოიხეხო, მას შემდეგ რაც ლიმონიან წყალს დალევ და ლიმონიანი წყლის მერე პირში რომ გამოილო ჩვეულებრივი წყალი, რომ გაანეიტრალო თუ ნარჩენი მჟავა. ეგ არის მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ლიმონიანი წყლის დალევას მოყვება არის კუჭის გაღიზიანება და გულწმარვა. კუჭის გაღიზიანებას იწვევს ზოგ ადამიანში, მჟავის გამო, იმიტომ რომ მჟავა არის რეალურად და გულწმარვას კიდე საყლაპავის გაღიზიანების გამო და თუ ეგ სიმპტომები გაქვს, მაშინ ან უნდა შეწყვიტო, ან უნდა შეამცირო მისი მიღება, ან მეტად უნდა განაზავო ნაკლები ლიმონი და მეტი წყალი უნდა კონდეს, რომ მჟავიანობა შეამცირო. ასევე იგივე ითქმის, თუ ხედავ რომ კბილების მგრძნობელობა მოგემატა და ან კბილებმა ელვა დაგიწყო ან ესეთი რაღაცა, უნდა გამოიყენო საწრუპი, ეგ არის მნიშვნელოვანი. კიდე არის რისკი, რომ რაღაც რკინის ათვისება გაძლიერდეს ორგანიზმის მიერ, მაგრამ ეგ რისკი ძალიან მცირე და მინიმალურია და ჩვეულებრივ ადამიანებს არ ეხებათ. ჰემოქრომატოზი ვისაც აქვს, რას საკეთებს? C ვიტამინი აძლიერებს არაჰემის ფორმის რკინის ათვისების უნარს, აი რაც ხილი და ბოსტნეული რა ფორმითაც შეიცავს რკინას, მაგის ათვისებას აძლიერებს და ვისაც ამ რკინით ორგანიზმის გადატვირთვა აქვს, ჰემოქრომატოზი ქვია, მათთვის არ არის სასურველი, მაგრამ ეს ჩვეულებრივ პოპულაციას არ ეხება და ჩვეულებრივ პოპულაციას არაფერს საფრთხეს არ უქმნის, ან პრობლემა არა. და რო შევაჯამოთ, ეგეთი ეფექტური არ არის ნამდვილად ლიმონიანი წყალი, როგორც აპრომოციებენ, თუმცა ჯამში როგორც რიტუალი, ჯანსაღი რიტუალი კარგია, იმისთვის რომ თუ გინდა რომ მინიმუმი იყოს რისკი კბილებისთვის მაგალითად და კუჭის გაღიზიანებისთვის, მაშინ შეგიძლია რომ კიდე უფრო ნაკლები ლიმონი გაუკეთო, მაგალითად 1 სუფრის კოვზი ან ნახევარი სუფრის კოვზი 400 მილილიტრ წყალში გააზაო და ისე დალიო, ერთბაშად უნდა დალიო, არა ნელ-ნელა, 1 წუთის განმავლობაში დილით და ან ორ დოზადაც შეგიძლია დაამატო ასევე ჯინჯერი მაგალითად დაფქვილი ჯინჯერი, ნახევარი ჩაის კოვზი და ეს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება დაემატება. შეგიძლია დაამატო მინტი გემოსთვის და ასევე საწვრთნელობითი სისტემის დისკომფორტის რისკს შეამცირებს. შეგიძლია დაამატო კიტრის ნაჭრები, რომლებიც უკეთესი ჰიდრატაციისთვის და გემოსთვის ამატებენ ხოლმე სხვა მნიშვნელობას, ისეთ
ვერაფერს ვერ აძლევს და აუცილებელია რომ დალიო ჩქარა და თუ ძალიან დიდხანსვლა გამოიყენო სატრუბი, რათა კბილები არ დაგიზიანოს. აქ არის ერთი საინტერესო მომენტი კიდე, რომ ეს ბოლო ხანებია და ბოლო წლებია აქტიური ლაპარაკია ლიმნის ქერქზე, ან ქერქის ფხვნილს ეძახიან ცედრას და ცნობილია იმით, რომ ამ ბიოაქტიურ კომპონენტებს შეიცავს, ანტიოქსიდანტებს შეიცავს, არომატი ძლიერია, კულინარიაშიც დიდი ხანია გამოიყენება და ამიტომ ამბობენ რომ ვინაიდან ამ სასარგებლო პოლიფენოლებს, ფლავონოიდებს შეიცავს, დიოსმინს, ჰესპერიდინს, ანტიოქსიდანტებს შეიცავს, ესენციურ ზეთებს შეიცავს და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ასევე ლიმონინს შეიცავს, გემოს რაც აძლევს ლიმონს, აი მაგას შეიცავს, ან მკვეთრი გემო აქვს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და ანტიმიკრობული მოქმედება აქვს. ასევე პექტინს შეიცავს, რომელიც საკვები ბოჭკოა და რომელიც ქოლესტერინის დონის შემცირებაში ეხმარება. კიდე სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ეგ კვლევებიც არის. თუმცა ჯერ ერთი რომ ძალიან მაღალ დოზებზეა ეგ საუბარი, თუ გინდა რომ რეალურად აი ამ ფლავონოიდებისგან რაიმე ეფექტი მიიღო ორგანიზმისთვის, ბევრად მაღალი დოზებია საჭირო, ვიდრე 1 ან 2 ლიმონის ცედრა, შესაბამისად მაგაზე იმედების დამყარება რომ რაღაც ძალიან ჯანსაღს იღებ არ ღირს იმის გათვალისწინებით რომ შეიძლება ლიმონი დაბინძურებული იყოს პესტიციდებით, იცით რომ პესტიციდები ზუსტად კანშია და მაინც და მაინც იმ კანს რასაც ფსკვნი, კანს ფსკვნიან ხოლმე, მაგრამ აი გარეთან ნაწილს შემოაფხვნიან ხოლმე გარეთან ნაწილს, მოკლედ ისე რომ ან დანით ან სახეხით მოხეხავენ გარეთან ნაწილს ისე რომ აი ეს ყვითელი რაც არის ეს ჩამოცილდეს ლიმონს და მაგას იყენებენ, მაგას ეძახიან ცედრას და არა იმ თეთრ გულს, არა, იმიტომ რომ მე მწარე გემო აქვს და არასასიამოვნოა. მაგრამ მაგასაც კი თუ სწორად გააკეთებ, დიდი რისკია იმისი, რომ პესტიციდებს მიიღებ. ამიტომ თუ ორგანული ან შენ სახლში მოყვანილი ლიმონი ყავს და იცი რომ არაფერს არ აყრიზეთ, მაშინ კარგი აზრია, კი, იღებ ფლავონოიდებს, იღებ ანტიოქსიდანტებს, მაგრამ თუ კი არ იცი რა ლიმონია, მაშინ ცოტა საეჭვოა და შეიძლება ღირდეს რომ უბრალოდ დაანებო თავი. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი არხი და გინდა არხის მხარდაჭერა, მაშინ შეგიძლიათ დონაციები გააკეთოთ და ანგარიშის ნომრები მითითებული მაქვს აღწერაში. თუ უბრალოდ გინდათ არხს მხარი დაუჭიროთ დონაციის გარეშე, დალაიქეთ, გამოწერეთ არხი, ან გააშიარეთ ნებისმიერი თქვენი აქტივობა. მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის. მადლობა რომ მისმენთ და მადლობა რომ გაინტერესებთ.